სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ხურვალეთში დაწყებული საგაზაფხულო სამუშაოები მოინახულა. მინისტრის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფოს მხრიდან უფასო ხმის პროცესი საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა რეგიონში უკვე დაწყებულია და მაისის თვეში დასრულდება. კირვალიძე შიდა ქართლის კონფლიქტური ზონის სოფლებში არსებულ სარწყავი წყლის პრობლემასაც გაეცნო. თელ საქართველოში მიდის მუშაობა ინტენსიურად, გუშინ კახეთში გახდით. მინდა გითხრათ, რომ აი დაახლოებით 20 დღე დავკარგეთ ამინდის გამო. ეს ბუნებაა და ვერაფერს ვერ უზათ, მაგრამ სამაგეროთ ეხლა არის საშუალება, რომ ინტენსიურად მიდის მუშაობა, რომ მალე დავამთავროთ აქ. გადავიყვანოთ ეს ტექნიკა დასავლეთ საქართველოში და შემდეგ დასავლეთ საქართველოში დასრულდება უკვე დროის და მიხედვით მაისში მთაში გავიდეთ და ის დანაპირები რაც იყო დავასრულოთ. გადამზადდა კადრები, ოპერატორები, ტრაქტორისტები, აგერ გოგონაა გადამზადებული, რომელიც ჩემ ბრიგადაში მუშაობს. აქამდე 10, 15, 20 წლის მოუხრა მიწებს ავნავთ. და ხალხი გახმარებული და კმაყოფილია. სიყო ტექნიკის გარეშე აქ ვერ ამუშავებდა ვერაფერი. ახლა ტექნიკა რო არის, არა ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი ძალიან კარგი ის ხალხმა რომ მაზრობელები არიან. ყველა მაზრობელია, რუბო ის შევეკითხოთ აქ, ყველაფერი ის რომ დაინახა ტექნიკაა. მოსავალს კი დამუშავებია.